მთავრობის დაბალი რეიტინგის მიუხედავად საფრანგეთი არჩევნებს მხოლოდ იმიტომ ვერ ატარებს, რომ იქ კანონი ზღუდავს ახალ არჩევნებს 1 წლის განმავლობაში. სამაგერო და მთავრობის წარმომადგენელი ახალ არჩევნებს ითხოვს საქართველოში, რაც ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი მაგალითია, რომ deep state ჯერ არ არის დასუსტებული. ისე ჩანს, თითქოს ქოცმა მაღალჩინოსნებმა ფორმულასგან გაიგეს, რომ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა იმედები გაუცრუათ. ინტერვიუ, რომელზედაც პროპაგანდისტული მედია საუბრობს და რომელიც თურმე იმის ნიშანია, რომ დონალდ ტრამპმა deep state ვერც კი დაასუსტა, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადიმ დროებას მისცა. ფრანგი მინისტრი საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზად ახალ არჩევნებს სახავს. ისტერიკაში ჩავარდნილი რეჟიმის პროპაგანდამ კი უძღუნა და უძღუნა სიუჟეტები. საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, სერიოზულად გვაშფოთებს ქართული ოცნების ქმედებები, ნახეთ გაყალბება, ძალადობა, დაშინება, ბოლო არჩევნების დროს და მოუწოდეთ ინკლუზიური დიალოგისკენ ერთიანობისთვის. ქართველები იმსახურებენ, რომ პატივი სცენ მათ ევროპულ მისწრაფებას, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებები სამწუხაროდ მოსახლეობისთვის ევროპისკენ კარს ხურავს. is closing the door to Europe for the Georgian population. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. დროებაში გასული ამ ინტერვიუს შემდეგ გამოლაგდნენ მოლაპარაკე თავები და ენაზე რაც მოადგათ, ყველაფერი ილაპარაკეს. მაგალითად, ვოლსკის ცოტა დააკლდა, რომ საფრანგეთისთვის ოკუპანტი არ დაეძახა. საფრანგეთს საქართველო არა როგორც ქვეყანა, არამედ როგორც ტერიტორია ისე აინტერესებსო. ცეკას ყოფილ ინსტრუქტორს რუსეთზე ძნელად თუ დააცდენინებ ასეც. კონკრეტული ამოცანა აქ საფრანგეთის ადმინისტრაციას. მას თავისი ინტერესი აქვს, თავისი ლიდერობის დამკვიდრება ევროპაში და რასაკვირველია საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ არა როგორც ქვეყანა, არა როგორც საზოგადოება, არამედ როგორც ტერიტორია. ახალბედა ქოცმა ფრანგ მინისტრს მტკიცებულებები მოსთხოვა. როდესაც ასეთ ტიპის განცხადებას აკეთებს ესეთი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა, ხო, რაღაცას ეს უნდა ეხარდნობოდეს. ანუ მაშინ გვაჩვენოს რა მტკიცებულება არის იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი არჩევნები არის შესაძლებელი, ხო? ასეთი მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს. ვინმე ლევანს რომ პოლიტიკის ცოდნისა და გააზრების ელემენტარული უნარები არ მოეთხოვება გასაგებია. ისე როგორც ყველა პარლამენტში მჯდომ ღილაკზე თითის მინჭერ ვითომ დეპუტატს, მაგრამ მაინც უნდა აბუხსნა. ერთპარტიულ პარლამენტში რომ ზის და არაწუხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. ქუჩაში რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იკრიბება და ახალ არჩევნებს ითხოვს, შეიძლება არც ეს ეჩვენება პრობლემად. ცივილიზებული სამყაროდან არც ერთი ქვეყნის აღიარება რომ არ აქვს მის ხელისუფლებას, შეიძლება ესეც არ იცის რას ნიშნავს. ციხეები რომ პოლიტპატიმრებით აქვს გამოტენილი, მის პატრონს ალბათ ეს გონია დემოკრატიის ზეიმი, მაგრამ ლევანს რა გონია, ამით არ განისაზღვრება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობა არარსებობის ამბავი. ფაქტებით განისაზღვრება და ეს ფაქტები ჯიუტია. პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის თითქმის ერთადერთი გზა კი ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში ახალი არჩევნებია. თავარი და პრინციპული არის მაინც deep state-ის დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და deep state-ს შორის. დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ტესტი deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მამუკამ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის ტესტიც კი შეადგინა. თუ ყველას დასჯის, ვინც ამავე მამუკას და მისი მოძმეების რუსობას და ანტისახელმწიფოებრიობას აკრიტიკებს, მაშინ ტრამპი ამ ტესტს ჩააბარებს. თუმცა ჯერჯერობით მამუკას სათავისოდ კარგი ამბები არ აქვს. პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. მამუკა იმედგაცრუებულია, მეტიც, იმასაც კი უშვებს, რომ შესაძლოა ქოცისთვის სანუკვარი ტრამპუშკა რეალურად კი არ ებრძოდეს deep state-ს, არამედ საზოგადოებას ატყუებდეს. მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, ეს არის რეალური ბრძოლა deep state-ის წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში ინფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა. გლობალური ომის პარტიიდან deep state-ად გადაკეთებული დაჯგუფების კიდევ ერთი შესაძლო რებრენდინგიც დაანონსდა. გლობალურად ქოცთან ბრძოლის პარტია მოუხდებოდა სახელად, მაინც ეგ ყოფილა მთავარი ტესტი. ძალიან კარგად გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე, რამხელა ზეწოლა დღესაც, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და ახალი პრეზიდენტის იმ რიტორიკას, რომელიც ერთ-ერთში ჩვენს ასე მთხოვდა, ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ თუ კი
სტეიტის დამარცხების ნიშნები ელემენტარული მაინც გაჩნდება პირველ რიგში ქართველები და ჩვენი ქვეყანა იგრძნობს ამას საკუთარ თავზე და მამუკა ჯერ ვერაფერს გრძნობს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქე ვერ გრძნობს იმ გაუმჯობესებას ოცნების მმართველობის მესამე წელს საკუთარ ჯიბეზე რომ უნდა ეგრძნო და აგერ უკვე მე-13 წელი მიდის და ყველაფერი ბევრად უარესადაა. როგორც ჩანს, საქმე ისე მიდის, ივანიშვილიც გაიგებს შეუსრულებელი დაპირებების გემოს. ამხელა იმედგაცრუების ფონზე კი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ვაშინგტონიდან ახალი გზავნილებით დაბრუნდა. დღეს ელჩი დენიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ასევე ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. იყო დრო ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოდიოდა. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოდიოდა და დემოკრატიის შუქურას გვეძახდა. ამაზე კოცი დღემდე ღლიცინებს. თუმცა არჩევნებიდან 5 თვის თავზე ელჩთან შეხვედრას გამარჯვებად გვასაღებს და ჟრიამული აქვს ატეხილი. სიმართლე კი ისაა, რომ ამერიკასთან არც სტრატეგიული პარტნიორობა არის აღმდგარი, არც სანქციები გაუწევია ვინმეს და არც ელჩი გვყავს ამ დრომდე გაგზავნილი. თუმცა ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვნახოთ რა წერია საელჩოს მიერ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. ვნახოთ ციტატა. მინისტრს ელჩმა გააცნო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ანუ კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკამ ქართულ ოცნებას უთხრა, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს და ჯერჯერობით იმასაც კი ვერ ვხედავთ, რომ ამის გაუმჯობესებას სერიოზულად ეკიდებითო. მოკლედ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობაო. არადა მთელი ეს დროა ივანიშვილის მარიონეტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბურთი ახლა ამერიკის მხარესაა. ამერიკის ელჩმა პაპუაშვილს ეს ბურთი დაუჭრა. ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად, ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. შალომ, ჩვენ არაფერს შევცვლითო, ამერიკამ გამოასწოროსო, ევროკავშირზეც ასე ამბობდნენ, მიგვიღონ წევრად და შევალთო. მოკლედ როგორებიც ვართ, ისეთები უნდა გიყვარდეთო. ჩვენ რუსეთი გვინდაო, მაგრამ თქვენ მაინც შეგვეხვეწეთო. უცნაურად არის მოწყობილი ქოცის გონება. ამ ყველაფრის ფონზე ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მეგობარ აქტს 27 მარტს განიხილავს. ჟურნალისტის ინფორმაციით, კანონპროექტის სენატის ვერსია ამ კვირის დასაწყისში წარადგინეს და ის მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დააწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ. მიგეთ ცალკე ცინიზმია საერთოდ ქართულ ხალხზე თავდასხმის აქტს დაარქვა მეგობარი აქტი. საქართველოს გამორჩეულად ერთგული პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების. ისევე როგორც ამერიკაც. კი ბატონო, თუმცა შეეძლო რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი გაეკეთებინა. ჩვენ რაც ჩვენ მოსახლეობას, რაც აინტერესებდა სტრატეგიული პარტნიორობიდან, ეს მეგობრობა და პარტნიორობა ხომ იმიტომ არის, რომ უნდა ეს სასარგებლო იყოს ორივე ხალხებისთვის. არ ვიცი რა სამადლის შალვა ამერიკას, მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული რომ ამ ქვეყანაში მილიონობით დაიხარჯა, ეს ფაქტია და თუ რამე იყო ქართველი ხალხისთვის სასარგებლო, ათეული წლების განმავლობაში ეს ამერიკის დახმარება ნამდვილად იყო, მაგრამ ქოცი რისი ქოცია, თუ ყველაფერი არ დაივიწყა, რაც არ წყობს. ასე დაივიწყა ივანიშვილმა 2012 წელს არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი კონგრესმენები. არჩევნების მეორე დღეს ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის ვიზიტი იმის დასტური იყო, რომ ქართული ოცნების კოალიციის გამარჯვებამ საგარეო ლეგიტიმაცია მიიღო. Meet with Mr. Ivanishvili. We wanted to send him congratulations on the showing from Georgian Dream. We don't yet know the final results, but we think yesterday was a very positive step forward for Georgia and for democracy here. And we hope that cooperative feeling will continue. Well, first of all, let me say congratulations to the Georgian people. Yesterday, I think, was a historic day for the Georgian people. Whatever the final results are, clearly there has been a shift of one degree or another. The way it was accomplished, Senator Shaheen and I both watched this very closely, and were very impressed with the way the Georgian people conducted themselves and how they have conducted this transition. დიდი მადლობა ქალბატონ სენატორ შაჰინს. სენატორიჩს დიდი მადლობა რომ მოიცალეს და გაეცნენ ჩვენ შედეგებს. გუშინდელი დღეები ძალიან კმაყოფილნი არიან, ქართულმა ხალხმა ნამდვილად გაიმარჯვა. ჩვენ გქონდა საუბარი მომავალზე, როგორ განავითაროთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეგობართან და
და როგორ განმავითაროთ დემოკრატია საქართველოში. მაშინ ივანიშვილმა ორივეს მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა. ამ ურთიერთობების განვითარების ფარგლებში კი მომავალში ივანიშვილის მარიონეტი ვინმე ზარქუა ამ კონგრესმენებიდან ერთ-ერთს ჩათლახს დაუძახებს. ჩათლახი. ორივეს ერთად კი სრულიად საქოცეთი გლობალური ომის პარტიის წევრებად მონათლავს. ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნდობა რომ არ შეიძლება გვიან, მაგრამ ქართველმა ხალხმაც გაიგო ევროკავშირმაც და ამერიკამაც. ელჩის ვიზიტი და საელჩოს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონმა მოიცალა აქაურობისთვის და როგორც ჩანს რეჟიმისთვის ეს არც თუ ისე კარგი ამბავია. განცხადებაში გასაგებად წერია, რომ ელჩმა ოცნების წარმომადგენელს გააცნო ტრამპისა და რუბიოს პრინციპებისა და პრიორიტეტების შესახებ. ისიც ნათლად ჩანს, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მოვიდა საქართველო ამერიკასთან ურთიერთობის ამ წერტილამდე და ურთიერთობის აღდგენის პროცესში ნაბიჯების გადადგმა ახლა ქართულ ოცნებაზეა. მიუხედავად ამისა, რეჟიმის პროპაგანდა ყველაფერს ლამაზ ფერებში ხატავს და როგორც ყოველთვის ჰოპლას მანამდე იძახის, სანამ გადახდება. ნახოთ რა იქნება. მანამდე კი ფაქტია, რომ საშინაო და საგარეო ჩიხში შესულ ოცნებას ტრამპუშკა ჯერჯერობით ვერაფერს შველის.